ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუცია უკვე მეორე დღეა განხილვის საგანია. რეზოლუციას აფასებენ ქუთაისში და აცხადებენ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული დოკუმენტია, რაც კი ევროპარლამენტს საქართველოს შესახებ მიუღია. ვფიქრობ, რომ ეს იყო ერთ-ერთი მკაცრი რეზოლუცია, რომელიც მიიღო ევროკავშირის ასამბლეამ. უნდა ითქვას, რომ ძალიან პირდაპირი იყო, ძალიან ზუსტი იყო და შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად სწორხაზოვანი მესიჯები გაუგზავნა ქართულ ოცნებას იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ შეახსენონ, რომ ჩვენი ქვეყანა არის კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და ისეთი გზით სიარული, რა გზითაც დღეს ქართული ოცნება მოძრაობს, ნამდვილად არ მიგვიყვანს ევროკავშირის წევრობამდე, უფრო მეტიც შეიძლება ყველაფერი ის დავკარგოთ, რაც ამ კანდიდატის სტატუსამდე მოვიპოვეთ და თავად ეს კანდიდატის სტატუსიც შეიძლება ძალიან გრძელვადიანად მხოლოდ სახელად შეგვჭეს. ამიტომ მნიშვნელოვანი გზავნილია, თუმცა მე არ ველოდები, რომ ქართული ოცნება ამას მიიღებს, გაიგებს და შემდეგ მოახდენს რაიმე რეაგირებას. ვფიქრობ, რომ რეზოლუცია ძალიან საინტერესოა, გამომდინარე იქიდან, რომ ასე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა იმუშავეს და ევროპარლამენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირზე, ინტეგრაციაზე, როდესაც ვსაუბრობთ საერთაშორისო იმიჯზე და ქვეყნის რეპუტაციაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ ესეთი ორგანოები და ინსტიტუციები არის ძალიან სერიოზული გავლენის მატარებლები. გამომდინარე იქიდან, რომ მათი რეზოლუციები თუ პოზიციები, შეფასებები ხშირად ბევრ გადაწყვეტილებაში არის გათვალისწინებული და ბევრი გადაწყვეტილების მიღების პროცესში აი ამ რეზოლუციებს, ასეთი ტიპის დოკუმენტებს და პოზიციებს ყურადღებას აქცევენ არა მხოლოდ პოლიტიკური და სოციალური გადაწყვეტილებების მიღების დროს, არამედ ინვესტიციების გაკეთების, ეკონომიკური წინსულის შექმნისა და შესაძლებლობების შექმნის ნაწილში და მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ გარემოზე, თუ ვინმე ინტერესდება და რა თქმა უნდა, სერიოზული ინვესტიციის განხორციელებამდე ყველა ბიზნესი, ყველა ტიპის კომპანია სწავლობს ქვეყნის გარემოს, სწავლობს ქვეყნის პოლიტიკურ თუ სოციალურ ვითარებას, ესეთ დოკუმენტებს ყურადღებას აქცევენ და ეს უნდა ვიცოდეთ, რომ სამწუხაროდ იქნება გათვალისწინებული საქართველოს შესწავლის პროცესში, მაშინ როდესაც აი საინვესტიციო გარემოს შეაფასებენ ექსპერტები და დაეყრდნობიან სწორედ აი ამ დოკუმენტს. 490-მა კაცმა მხარი დაუჭირა ამ რეზოლუციას, რომელმაც წყალს გაგვატანა. და იმედი ეუბნება, რომ არა კაცო, ესო წინამდებები იყვნენ და ფაქტიურად ესე გააშუქეს, რომ ეხლა ვინც იმედს უყურებს, იმისთვის ეს რეზოლუცია არაფერს არ წარმოადგენს. რატო? ეხლა მამამ თქვა და ეხლა მამამ რო თქვა, ესე იგი არ ვარგა ეს რეზოლუცია. ყველაფერი საქართველოს წინამდებია, ამიტომ საქართველოს კი არა. როგორმე იქნებ მოშორდნენ ამ ხალხს და დააყენონ საშველი ქვეყანას, რომელიც ამათ სულ ფეხებზე კიდიათ. ამათ აინტერესებთ ის, რაც მოხდა ეგ საგარეჯოში. ტყვია იხალა კაცმა შუბლში. თუ მკერდში არ აქვს მაგას მნიშვნელობა, ეს ფაქტია, ამას ახლა ვერავინ ვერ გაექცევა და ეს მეორე მამაო იძახეს, რომ მაგიო სულ ტელევიზიების ბრალია, სად აბსურდების თეატრში ვართ რა. ესე წვიმა ზემოდან კი არ მოდის საქართველოში, ქვემოდან ადის ზემოთ და რიონი რაჭაში მიდის კაცო. შავი ზღვიდან. აი ამას მიაჩვიეს ჩემი საცოდავი გაუბედურებული ხალხი და ჩემი ხალხიც კმაყოფილია. მე ვიცი ეს კმაყოფილება საიდან მოდის. აი იმ ნაწილებიდან, რომელიც ჯერ კიდე შემორჩენილია საბჭოთა კავშირი, კარგი იყო თურმე. შესანიშნავი იყო კაცო. ნაყინი ღირდა თურმე 20 კაპიკი და ამიტომ ყოფილა საბჭოთა კავშირი კარგი. და აგიჟებენ ამ ბავშვებს და ნუ ეხლა ბავშვმა რა იცის რა იყო საბჭოთა კავშირი. ჩემთან ურთიერთობა არ უნდათ, იმიტომ რომ მე ვიცი ძალიან კარგად რა სიმახინჯე იყო ეს. და დღე არ გავა რომ წარეთ არ ვნანობდე რომ მაშინ გავჩდი ამ ქვეყანაზე, როდესაც საბჭოთა კავშირი იყო. მაგრამ ბედნიერი ვარ იმას მოვესწარი, რომ საბჭოთა კავშირი აღარ არის და ჩემი შვილიშვილები ცოტა უფრო თავისუფლად იცხოვრებენ. და თავის ცხოვრებას თავისი ჭკუით ააგებენ, ააშენებენ. მაგრამ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მიჯაჭვულია ერთ იდიოტების ტელევიზიას, იმათ გაუჭირდება ძალიან გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან, ძალიან გაუჭირდებათ. მე ვიცი იდეოლოგია რა არის.
ის რასაც ესენი აკეთებენ, იმათთან შედარებით ესენი არიან ბაჭიები. აი იდეოლოგია მე მკითხეთ, ზუსტად იქ მუშაობდი. და ყველა ნიუანსი აბსოლუტურად, ყველა ნიუანსი ვიცი ზეპირად. საიდან რა სიო უბერავს, ან როგორ უნდა დაუბერო რა სიო, რომ ადამიანის ტვინი გამორეცხო. აი ზუსტად ტვინის გამორეცხვის თანამედროვე ბარბაროსული ტექნოლოგიები შემოიტანეს ამათმა. ქართული ოცნება დოკუმენტს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ამ რეზოლუციის დანიშნულება საქართველოში რადიკალებისთვის სასიცოცხლო ენერგიის მიცემაა. ეს არის ევროპარლამენტის მორიგი თორსები მე-7 აბსოლუტურად სამარცხვინო რეზოლუცია, რაც ახდენის არა მხოლოდ მე მგონი ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თლიანად ევროკავშირის ბიუროკრატიამ, ეს არ არის მხოლოდ ევროპარლამენტის სამარცხვინო ქმედება, ამაზე მე მგონი თლიანად ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ძალიან სამარცხვინოა ქართველი ხალხის შანტაჟი იმის გამო, რომ მან ხელისუფლებაში არ დააბრუნა კოლექტიური ნაცმოძრაობა. ამის გამო ქართველი ხალხის დაშანტაჟება არის უბრალოდ სირცხვილი. ამ ადამიანებმა პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ, მათ შორის იმისათვის, რომ 2012 წლებში ბოლომდე მწვანე შუქს უნთებდნენ წინა ხელისუფლებას იმ უმძიმესი დანაშაულების კუთხით, რასაც ისინი ჩადიოდნენ. ხო, ადამიანების წამება, რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, ტერიტორიების გადაცემა, ამ ყველაფერზე მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული წინა ხელისუფლებამ. ამ ყველაფერზე ჰქონდა მწვანე შუქი ანთებული სააკაშვილის რეჟიმს, ნაცმოძრაობის რეჟიმს, სწორედ იგივე ბიუროკრატებისგან, პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსებისგან, რომლებიც დღეს საუბრობენ სამარცხვინო ენით და იღებენ სამარცხვინო რეზოლუციას. ცალკე სასაცილო მომენტი არის, რომ მის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტის მუხლში ეწერა, რომ ოპოზიციას მოუწოდეს მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და მეორე დღეს მანვე თავად შეიტანა შესწორება, რომ ოპოზიციას მოუწოდეს არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ნუ აი ასეთ ხალხი გაღმერთებული ყავს აი ამ აკაცუკა ოპოზიციას, რომელიც მისი სიტყვა მათთვის არის თითქოს რაღაცა რელიგიური სექტის წევრები იყვნენ და მათი ქურუმი იყოს რასა იუკნევიჩიანი. და მეორე საკითხი კიდე როცა საუბრობენ, მათ შორის ამ რეზოლუციაში ნახეთ ჩანაწერი სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად აღიარების შესახებ, რომელიც 7 წლის წინ იქნა არჩეული, 7 წლის წინ. ნუ ევროპარლამენტი ხო უკვე დაამსგავსეს საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს და ეხლა ბრეჟნევიზაციის პროცესიც თუ უნდა დაიწყონ, ბრეჟნევიზაციის პროცესი 7 წლის წინ არჩეული ადამიანი, რომელსაც ვადა გაუვიდა უკვე კარგახანია და იმაზე ამბობენ, რომ უნდა იყოს აღიარონ ლეგიტიმური. ისინი ითხოვენ სააკაშვილის გათავისუფლებას, ისინი ითხოვენ მათ შორის წინა რეზოლუციებშიც ითხოვდნენ სანქციების დაწესებას რუსეთთვის, ანუ ითხოვენ, რომ ჩვენ ესკალაციაში შევიდეთ რუსეთთან, ჩვენ გამოუშვათ დიქტატორი და წამების სისტემის შექმნელი, ანუ ეს არის მათი წარმოდგენით ევროპა. ამიტომ ბატონმა ჰერჩესკმა უპასუხოს, ევროპა არის დიქტატურა, წამება, ესკალაცია, გაწირვა ქვეყნის კონფლიქტებისთვის და ასე ეს არის ევროპა, მისი აზრით. ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია შესწორებებით მიიღო. რეზოლუციის პროექტში, რომელიც პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ ვერ გამოიყენა ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს როგორც კანდიდატ ქვეყანას მიეცა ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის და აღნიშნავს, რომ ევროინტეგრაციას კვლავ მხარს უჭერს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. რეზოლუციის თანახმად ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ არ ცნობს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, რომელიც ქართული ოცნების პარტიამ 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩამოაყალიბა და საქართველოს არალეგიტიმური ქართული ოცნების რეჟიმის მიერ დატყვევებულ სახელმწიფოდ მიიჩნევს. ამასთან ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო და დამოუკიდებელი ადგილობრივი მონიტორინგის ქვეშ. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციაში დაკორექტირდა ჩანაწერი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ვკითხულობთ, მომავალი არჩევნები არ წარმოადგენს შესაძლებლობას ასახოს ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი, თუ დაპატიმრებული და დაკავებული პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები არ გათავისუფლდებიან და არჩევნები არ ჩატარდება გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში. დოკუმენტში მოხდა მედია საშუალებებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ მიმართული ზეწოლა და დევნა. ევროპარლამენტი რეზოლუციით ნეტგაზეთისა და ბათუმ
მოგვიანების თანადამფუძნებლის მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის მისი ოჯახის წევრებისა და მისი კომპანიების მიმართ დაუყოვნებლივ და მიზანმიმართული პერსონალური სანქციების დაწესებას ითხოვს და მოუწოდებს ევროკავშირს სხვა იურისდიქციებთან, კერძოდ გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლებით გაყინოს მისი ფინანსური აქტივები. დოკუმენტის თანახმად ევროპარლამენტი სწუხს, რომ საქართველომ ვერ მიაღწია პროგრესს ევროკავშირის საგარეო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის რეკომენდაციების შესრულებაში და რომ ევროკავშირის საერთო საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხმობის დონე კვლავ შესამჩნევად დაბალია და 49%-ში ადგენს.